ოზურგეთის ნომერ პირველი საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა დღეს კიდევ 400 წიგნით შეივსო. ეროვნული ბიბლიოთეკის საჩუქარი სკოლას ყოფილმა კურსდამთავრებულმა, ამჟამად ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა მარინა ჩხარტიშვილმა და თავად ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა პირადად გადასცეს. აღნიშნული საჩუქრის ინიციატორი ქალბატონი მარინა გახლავთ, რომელიც მშობლიურ სკოლას მუდმივ მხარდაჭერას უცხადებს. ვიმყოფებით ჩემ მშობლიურ პირველ საშუალო სკოლაში, დღევანდელ ქართულ გიმნაზიაში და დღეს ამ სკოლას ჩამოუტანეთ საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკიდან 400 მხატვრული ლიტერატურა და გავამდიდროთ პირველი სკოლის ბიბლიოთეკა ამ წიგნები და ძალიან მიხარია რომ მეც ცოტა წვლილი შევიტანე ამ დიდებულ საქმეში და მადლობა ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას რომელიც თვითონ გვახლავს აქ და თვითონ გადასცა სკოლის დირექტორს ეს სახელმძღვანელოები მხატვრული ლიტერატურა და ძალიან მიხარია რომ ჩვენი მოსწავლეები ოზურგეთის ბავშვები განიხილავენ, წაიკითხავენ და უფრო თავის სიტყვას იტყვიან ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. მინდა გითხრათ რომ ასეთი სკოლები, როგორც აი ეს სკოლა არის, პირველი საჯარო სკოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელსაც ყავს მეტად მომზადებული და საოცარი შთაგონებით ახსავსე პედაგოგთა კოლექტივი. სკოლას აქვს ძალიან დიდი ტრადიცია და ეს მეტყველებს ამაზე მეტყველებს ის კედელი, რომელზეც განთავსებულია არაერთი ფოტო საქართველოსთვის და მე ვიტყოდი მსოფლიო კულტურისთვისაც კი მნიშვნელოვანი ადამიანებისა. ძალიან ძვირფასი საჩუქარი მივიღეთ ჩვენი ღირსეული კურსდამთავრებულიდან, ქალბატონი მარინა ჩხარტიშვილიდან, რომელიც დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოღვაწეობს. დღეს გვეწვია და 400 წიგნი გადმოგვცა საჩუქრად. ძალიან დიდ მადლობას გადაუხდი ქალბატონ მარინას, ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას და ეროვნულ ბიბლიოთეკას ასეთი ძვირფასი საჩუქრისათვის. დღეს ვთვლი რომ ოზურგეთის სინამდვილეში რაღაც მნიშვნელოვანი დღე ჩაიწერა ერთ-ერთი ეს არის ბიბლიოთეკისთვის გიგანტური ივერიის გადაცემა და როგორც რიგითი ოზურგეთელი ამ შემთხვევაში მადლობას ვიტყვი როგორც რესურს ცენტრის ხელმძღვანელი რომ ეს წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის.